ყოველგვარი განსხვავებების გარეშე აი თუნდაც იყო ქოცი რა. ეხლა წარმოიდგინე როგორი მომენტია. ახალგაზრდა ბიჭს საქმე გადაუკვალიფიცირეს სისხლის სამართლის საქმედ უქციეს ტროტუარზე დგომა. აი ტროტუარია რა, სადაც ადამიანები დადიან ჩვეულებრივად. და ეს ბიჭი, რომელიც ტროტუარზე იდგა და მე დაიბარე სასამართლოში, ახლა ეუბნებიან რომ შენ რაღაცა 1 წელი შეიძლება ჩაჯდე ციხეში. აი ვინც არ უნდა იყო. უბრალოდ წარმოიდგინე რომ ახალგაზრდა ბიჭს 1 წლით სვამენ ციხეში, იმიტომ რომ ტროტუარზე იდგა. შენ ხო გინდოდა, რა ვიცი, ვიღაცას ხო გინდოდა რომ ნორმალურ ქვეყანაში გეცხოვრა და თავი ნახო ცოტა აი ქართულ ოცნებაზე ხო ქონდა წარმოდგენა რომ აი დემოკრატია უნდოდა და რაღაც ადამიანის უფლებები და ასე შემდეგ. აი წარმოიდგინე რომ დღეს ეს ხდება. ტროტუარზე დგომის გამო შეიძლება ბიჭი 1 წელი ჩასვან ციხეში. უბრალოდ მინდა მიხვდე მაშინ რა გინდოდა და ახლა კიდევ ვისამართლებ რა.